სასამართლოში CESCOM. ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ნინო გვენეტაძის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და ეკა ბესელიას მოადგილე ვანო ზარდიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი ზონდერები არიან. მჟავანაძესვე ინფორმაციით ჩინჩალაძე ბიზნესის დატერორებით იყო დაკავებული, ხოლო ზარდიაშვილი სასამართლოში მუშაობის დროს თანამშრომლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა. უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ზონდერების ფუნქციას ასრულებდნენ. მჟავანაძის განცხადებით მიხეილ ჩინჩალაძე წინა ხელისუფლების დროს პროკურორის რანგში ბიზნეს სექტორის ტერორით იყო დაკავებული, ხოლო ვანო ზარდიაშვილმა საქალაქო სასამართლოდან მანდატური სამსახურის თანამშრომლები იმ მოტივით დაითხოვა, რომ ისინი 2012 წელს ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციას შეუერთდნენ. მიხეილ ჩინჩალაძე გახდათ მცხეთა-მთიანეთის პროკურორი 2004-2007 წლებში და ფაქტიურად ერთ-ერთი სადამსჯელო ფუნქცია ჰქონდა მას საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დღეს არაერთი საჩივარია შეტანილი ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. ვანო ზარდიაშვილი აიძულებდა სასამართლოს თანამშრომლებს, რომ ქართული ოცნების აქციებზე არ წასულიყვნენ და პირიქით წასულიყვნენ მაგალითად ნაციონალების აქციებზე. პირველი ნაფიცაჯულთა სხდომა როდესაც ჩატარდა, ამ ესე იგი მანდატურებმა განაცხადეს, რომ ეგრეთ წოდებული ჟუჩოკები იქნა დაყენებული სათათბირო ოთახებში და სასამართლოში. მიხეილ ჩინჩალაძესთან პრეტენზიები აქვს კერძო აუდიტორსაც. გია ჩოხელის ინფორმაციით 2006 წელს ჩინჩალაძის დავალებით მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეკეტი განხორციელდა. ჩოხელმა ჩინჩალაძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში უკვე შეიტანა. ყველა პროფესიის ადამიანზე სია ჰქონდა შედგენილი, რომ ჩინჩალაძეს და ნათქვამიც ჰქონია, რომ მე ყველა პროფესია უნდა მოვიცვალო და პასუხისგებაში უნდა მივცეო და ჩემზე მიდიოდა დაკვირვება, ისე რომ მე აზრი არ ვიყავი. ჩინჩალაძეს ყავქარო პირდაპირ სიაშიო და პირდაპირ იმასთან იმის შეკითხვის გარეშე ადამიანი იქ ვერ მოხვდებოდა და ვერც დაიკითხებოდა, ის წვეტდა. საპროცესო გამიფორმეს, ჯერ გირაო გადამახდენეს შემიყვანეს შეცდომაში, რომ 5000 ლარსულა შეგეშვებითო და როგორც კი გირაო გადამახდენეს, მე 15000 თუ არ გადაიხდი, დაგიჭერთო, უკვე აღიარებული გაქვო და ვერსად ვერ წაგვიხვალო. და ეს მოდიოდა ჩინჩალაძესთან. კი, ჩინჩალაძისგან მოდიოდა აბსოლუტურად. ეკა ბესელიას მოადგილის წინააღმდეგ ბრალდებები ჯერ კიდევ 2012 წელს გაჟღერდა. მანდატურის თანამშრომლებმა სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიტიკური ნიშნით დევნაში ვანო ზარდიაშვილი ღიად დაადანაშაულეს. მათი თქმით, ზარდიაშვილი მათ ქართული ოცნების აქციებზე გასვლას უკრძალავდა. ჩვენ ვისაც მოვითხოვდით, ვისი გაშვებაც ჩვენ გვინდოდა სამსახურიდან, ვისაც ჩვენ თვლიდით, რომ ის მორალურად მათ არ ქონდათ და არც კანონიერად სამსახურის გაგრძელების უფლება, ეს პიროვნებები იყვნენ თურქაძე მამუკა, მენეჯერი ვანო ზარდიაშვილი და დავით მატიაშვილი. ჩვენ გაგვიშვეს, ისინი კვლავ იქ მუშაობენ იმიტომ, რომ ბატონი კოტე კუბლაშვილის ნათესავი პროტეჟე არის მამუკა თურქაძე, ბატონი მიხეილ ჩინჩალაძის პროტეჟე არის ბატონი ვანო ზარდიაშვილი მენეჯერი და ბატონი მამია ფაკაძის პროტეჟე მისი თანაკურსელი არის ბატონი დავით მატიაშვილი. ისინი კვლავ მუშაობენ, ჩვენ გაგვიშვეს. უზენაეს სასამართლოში დღეს ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებებისთვის არ უპასუხიათ. პრესამსახურის ინფორმაციით ბრალდებებთან დაკავშირებით მიხეილ ჩინჩალაძეს კომენტარის გაკეთება არ სურს. კომენტარის გაკეთება არ ისურვა დღეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმაც. სამწუხაროდ არ ვიცი. სასამართლოს სისტემაში რამდენად გაქვთ ინფორმაცია? არ მაქვს ინფორმაცია. ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია მაგ თემაზე რანაირად. პირველად ეს არ ვიცი. ამ პირობებზე პირველად შევხვდი პარლამენტში მე წინა კვირას. დღეს ჩვენ კომენტარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესაც ვთხოვეთ, თუმცა მათ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვეს. მორიგი სკანდალი უკვე სახალგანთქმულ ღამის კლუბში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ კაფე გალერეის სტუმრის ისტორიას მოგითხრობთ.